რუსთავის ბაგა-ბაღებში ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია დაინერგა. პროექტი რუსთავის მერიამ შალვა ამონაშვილის აკადემიასთან თანამშრომლობით განახორციელა და შესაბამისი სერტიფიკატი ბაგა-ბაღების 700-მდე თანამშრომელმა მიიღო. საგანმანათლებლო კურსი 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო და დღეს დაიხურა. პარალელურად მიმდინარე წელს რუსთავში შენდება 2 საბავშვო ბაღი. ორს კი სრული რეაბილიტაცია უტარდება. ეს იყო ძალიან დიდი სამუშაო და მე კიდეც გაოცებული ვარ ქალაქის მერიის ამ შემართებით, რომ ასეთი დავალება მოგვცა. იმიტომ რომ ყველა აღზრდელი გადამზადების ქვეშ მოექცა. 600-ზე მეტი ბაგა-ბაღების თანამშრომელი გადამზადდა ამ მიმართულებით. წელიწადნახევარი ეს პროექტი მიმდინარეობს ჩვენს ქალაქში. სწორედ ჰუმანური პედაგოგიკის მიდგომებით, ამ მეთოდოლოგიით შესაძლებლობა გვექნება ჩვენ თანამშრომლებს 6000-ზე მეტი აღსაზრდელი მათი მომავალი სწორედ ამ მედგომებით განსაზღვრო. სერტიფიკატები გადაეცათ ბაგა-ბაღების გაერთიანების სააღბრძოლო პროცესში ჩართულ ყველა თანამშრომელს. ძალიან მნიშვნელოვანი არის გიყვარდეს ბავშვი, ჰუმანური პრინციპებით იხელმძღვანელო და ყველა მეთოდოლოგიაში, რომელიც კი ჩვენ საბავშვო სააღბრძოლო დაწესებულებებში გვაქვს და ხელმძღვანელობთ, სწორედ ამ ჰუმანიზმის პრინციპებით იყოს გაჟღენთილი.